გამარჯობა. PAB42-ში ვიმყოფებით, სადაც იწერება ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდი. მადლობა PAB42-ს კიდევ ერთხელ ამ სივრცის დათმობისთვის. ჩვენ კი, როგორც გითხარით, ძმების პოდკასტი YouTube-ზე ამ სახელწოდებით გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, ასევე გამოგვყვებით ამავე სახელწოდებით TikTok-სა და Facebook-ზე და ჩვენ პირობ სულ ამას ვამბობთ, რომ პირობისამებრ არასდროს კი არა და ყოველთვის საინტერესო თემებს და საინტერესო სტუმრებს შემოგთავაზებთ. დღესაც კაი სტუმარი ყავს მაგაზე. მაგაზე ცოტა ხანში ვილაპარაკოთ, მანამდე მოდი ლიგით დავიწყოთ. ლიგით ჩემპიონთა ლიგით დავიწყოთ, იმიტომ რომ პირველი თამაშები ნახევარფინალური ეტაპის პირველი თამაშები დასრულებულია. ხო და თან ის ვთქვათ, რომ ეს ეპიზოდი როცა იწერება, დაიდება სამშაბათს. და სამშაბათს საპასუხო მატჩები გვაქვს უკვე ჯერ ბარსელონა ინტერი და ოთხშაბათს კი ბატონო. მოდი ვილაპარაკოთ პირველ მატჩებზე, დავიწყოთ მაშინ მოდი პარიზი კვარადან დავიწყოთ. ხო, მაგრამ სამშაბათსა თამაშიც იყო, იქიდან დავიწყოთ არსენალი პარის სენ-ჟერმენი. რა სიტყვი, აბა? რა სიტყვი და იმას, რომ ყველას მაგას ვეუბნები, ვისაც ხვდები, რომ რეალ გამოგდებულია არსენალი, მეგონა რომ უფრო ღირსეულად ითამაშებდა. პირველ ნომრად მოუწიათ თამაში, იმიტომ რომ მეოთხე წუთზე გაიტანეს პარიზელებმა გოლი და ისიც აღნიშნოთ, რომ ყვარას ძალიან კარგი საგოლე გადაცემით დემბელემ გაიტანა გოლი და ვეღარ ვიძახი მაგას უკვე, იმიტომ რომ რეალი არსენალზე ისე ვთქვით ჩვენ აქ, რომ შანსი არ აქვს არსენალს და გადაურვინეს გადმოურვინეს. ხო, მაგრამ გონია მაინც რომ პარიზში ვერ გასწდებიან ესეთი თამაშით ყოველ შემთხვევაში, რაც ითამაშეს პირველ თამაში, იმიტომ რომ რეალი რო ყავს გაგდებული იქ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალში ხარ ამდენი ხნის მერე პირველად ახლა мотиваცია გაქვს ლონდონში თამაშობ ესეთი ატმოსფეროა რაღაც თან ძალიან ის რა იყო იცი ყველა მაგას წერდა სოციალურ ქსელებში რომ თვითონ რაღაც გონი არ იყო არსენალი მზად ნახევარფინალში იმიტომ რომ გულშემატკივრები ხმარს არ იღებდნენ მარტო პარიზზე გულშემატკივრების შეძახილება ხო შეიძლება მიმი გავრცელდა და ის ვერ გააკეთეს ის რა ქვია იმას ზარბაზანი თუ რა ქვია მეტოფეების ლოგო რა მეტი ვერ მოიფიქრეს ვერაფერიო რაღაცა მართლა სტაბილიზება დაგვრჩებოდა ალბათ ყველას რომ რაღაცა არ იყო მზად არსენალი ფინალში გასასვლელად ჯერ ყველაფერი წინა რა თქმა უნდა მეორე ეტაპია წინ მაგრამ მაინც რა რაღაცა გულშემატკივრები ჩუმად იყვნენ გუნდმა ის თამაში ვერ აჩვენა რაც მაგალითად რეალთან აჩვენეს ორივე თამაშში და ამაში უფრო მეტი წვლილი არ ფიქრობ რომ PSG-ს ვიმიუძღვით PSG-ს უფრო ლუის ენრიკეს ვიდრე ხო ნუ შესაბამისად PSG-ს რა ისა მაგრამ მაინც ხო ლუის ენრიკე მაჯობა არტეტას მე ეგრე მგონია ყვარა 90 წუთი ითამაშა პირველად პარიზში გადასვლიდან სრულად ითამაშა თამაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ყვარას ამ თამაშს მოყვა დელ პიეროს, შირერის, კაპელოს სერიოზული ლეგენდების გამოხმაურება და რა ის დაგვრჩენია რომ პირადად მე დიდი სურვილი მაქვს რომ ყვარა და შესაბამისად PSG ვიხილო ფინალში. ფაბიო კაპელო, ალესანდრო დელ პიერო კიდე ბევრი იყო ხო, რავი შირერი და ბევრი ტიერი ანრიმაც და ბევრი გამოიხმაურა და ცალსახად აღნიშნავი, მე მგონი კაპელოს სიტყვები იყო რომ კლარენ ზედორფი ტიმბერი გააქრო ყვარა მოედნი მართლა გააქრო და სხვადასხვა ძალიან მე მეგონა რომ ტიმბერი ყვითელ ბარათს მიიღებდა იმიტომ რომ ერთი 4 ხუთი ისე ჩაარტყა ფეხში ისე რომ აკამდე ხა რომ გუშინ შირერმა თქვა რომ საჭთანო პრობლემები მე მექნებოდა სტადიონზე რო ყოფილიყავი იმიტომ რომ 100%-იანი ყვითელი ბარათი არ ამოუღო შირერ იმას ტიმბერს რამდენიმე მომენტში ყვარასთან უთესობის გამო ზოგადად რა PSG ნახევარდაცვაში ეხლა რაც იმ მეოთხეფინალურ თამაში, ლონდონურ თამაში განსაკუთრებით არსენალის ნახევარდაცვა უკნა რეალის ნახევარდაცვას, ხო? ოდეგორი რაისი განსაკუთრებულად და ტომას პარტეი რამხელა დანაკლისი ყოფილა თურმე არსენალისთვის. აქ ვიტინია ჟონევეშმა რაღაცა და ფაბიან რუისმა გააქრეს აქ ჩემასაც ვიტყვი რომ ვიტინიას დამსახურებული მატჩის საუკეთესო მოთამაშეზე არ გადაეცა. ჩემიას მინიმუმ ან პირველ რიგში დონარუმა უნდა გამხდარიყო ან კვარა. მოკლედ ერთი ისაა რომ ალბათ მაინც რა თქმა უნდა ყველაფერი პარიზში გადაწყდება, მაგრამ PSG-მ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის ერთი ფეხი უკვე იქითაა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ და 4 შაბათს, ანუ ხვალ უკვე ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი პარკ დე პრენსზე გაიმართება და წარმატებები უსურვოთ ხუჩა კვარაცხელიას და პარის სენ-ჟერმენს. ბარსელონაზე რა შეიძლება ითქვას, რომ ერთს ვიტყვი რა სანამ ბარსაზე ვიტყვით, რომ სიმონე ინძაგი არის ძალიან მაგარი მწვრთნელი და ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ალბათ, იმიტომ რომ იმ ტოპ რამდენიმე 3-ში ან 4-ში დღეს ვინც არის თანამედროვე ფეხბურთში
არ მოიაზრება თუ რაღაცა არ ჩანს. იცი არის ინზაგი ხა ამას ამყოფს ეხა რა მტკიცებს ინზაგი ბევრჯერ დაამტკიცა სკუდეტოს მოგებებითაც და ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა მონსტր სიტისთან პირდაპირ ვთქვათ და თან მაგრა დაჯობეს იმ სიტის ერთი ის როდრის გოლი იყო მაგრამ იქ ლუკაკუმ ერთი 3 მომენტი მინიმუმ ვერ გამოიყენა 100%-იან რაც შეეხება გუშინდელ კი არა და ხო პრინციპში ხა იწერება და გუშინდელ თამაშს 4 შაბათის თამაშს მონჟუიგზე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ცალსახად და შესნის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი. ხო, შესნი მიგვაჩვია, შეუულია მეკარეს რაღაც სასწაულები აკეთოს და მე გამოსვლაზე ისეთ რაღაც გააკეთოს, რომ გამოგაგდოს ნახევარფინალიდან. ხო, თამაშის როგორ იყო? პირველი ტაიმი ახლა ვიღაცას ვიზიც არ უყურებდა ალბათ თამაშს, რო შესულიყო ფლეშ კორზე ან ამას სტატისტიკურ საიტზე, რო ინახა პირველი ტაიმის შემდეგ 2-2 იფიქრებდა რომ ყოჩახ ინტერს, ანუ ყოჩახ ინტერს რა თქმა უნდა ის სტრაფი გოლი დამიაკწამზე გოლი და მე 2-0 დამფრისის გოლი, მაგრამ მაგ გოლების გარდა ინტერს არაფერი არ გაუკეთებია, ანუ იმიტომ კი არა, უფრო ბარსელონას გულში მათქვა რა გულში კომენტატორებიც ყველა აღზე სადაც გადავდეთ მაგას აღნიშნავენ, რომ ინტერი საერთოდ ანუ რაც უნდათ იმისას მიაღწიოს გოლი გაიტანეს 2-0 იგებდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში იმდენად დიდი წნეხი იყო უკვე პირველ ტაიმის მეორე ნახევარში 2-0-ზე ხა ლოგიკურია ბარსელონა შეუტევდა 2-0-ზე წაგების შემდეგ, მაგრამ იმდენად დიდი წნეხი იყო რომ 2-2 ხო გახდა, მაგრამ კიდე ერთი 2 გოლის გატანა მინიმუმ შეეძლო ბარსელონას რა და მაგრამ გამოვიდა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მეორე ტაიმი ითამაშა ინტერმა. აჯობა მეორე ტაიმში. აჯობა ბარსელონას. და ნუ ხო ინზაგიმ კიდე ერთხელ დაამტკიცა რომ ძალიან მაგარია, მაგრამ ძალიან მაგრა დაამტკიცა კიდე ერთხელ ჰანსი ფლიკმა რომ გუნდში აქვს აი ისეთი სურათი შექმნილი რომ არ არსებობს აი რეალთანაც აგებდნენ 5 წუთში და რაც ბარსას არ ჩვეულდა. არ ქონდა მესის შემდეგ ის დაუბრუნდა გერმანული ხასიათი ხო ჩამორჩენას არა მნიშვნელობა რამდენიანი ჩამორჩენაც არის უნდა ჩვენ უნდა ვითამაშოთ რომ მოვიგო ყოფილა კამბექი ახლა სელტასთან რომ გავიხსენოთ ლა ლიგაში იქ რა თამაში მოუგეს საერთოდ გამოჩნდა რომ ძალიან მსგავსი დონის გუნდს როგორც ინტერია შეუძლია იმ უპირატესობის გამოყენება რასაც ქვია ბარსელონას ამოწეული დაცვა რა თქმა უნდა იქ ხითარიანის თამაშგარე საერთოდ ადამიანს მართლა რა ვიცი ალბათ ჭხილი არ ქონდა კარგად მოჭრილი რომ აი ეგეთი თამაშგარე და მე აღნიშნა ხითარიანმაც რომ თელი ჩემი ცხოვრება ეს თამაშგარე მე მახსოვრებაო ბარსელონას გადაღლილობა ნუ ინტერსაც გასაგებია მაგრამ იქ 120 წუთი რეალთან შაბათს ღამე თასის ფინალში იქით ლევანდოვსკის არ ყოფნა კუნდე დაიმტრა და ასე უნდა ვთქვათ ლაუტარომაც ტრავმა მიიღო და დანაკლისით შეხვდებიან ეს გუნდები ხო ლაუტარო არ ვიცი ჯერ იქნება თუ არა კუნდე ვიცი თუ არ იქნება მაგრამ მე მგონი ბალდე ბრუნდება სავარაუდოდ და ლევანდოვსკის ხუთშაბათია და ამიტომ ვერ გეუბნები დადასტურებით სამშაბათს იქნება თუ არა ბალდე მაგრამ როგორც ითქვა რომ ბალდე შეიძლება დაბრუნდეს მაგრამ ლევანდოვსკის დიდი ალბათობით კიდე არ იქნება ამ საპასუხო შეხვედრაში ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ ინტერმა არ წააგო მონჟუიგზე მაინც 50-50-ია იმიტომ რომ ისეთი წყვილია რა ფაქტორი არ აღნიშნეს წეგან ბარსელონაზე რო არის გადაღლილობაზე მოდი ინტერეს ფაქტორიდან შეხედე მაგ ყველაფერს სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგეს თასიდან გამოვარდა მილანთან მერე სერიაში წააგეს რომასთან უმნიშვნელოვანესი თამაში და სამი ხულით გავუსწრო ნაპოლიმ და ნაპოლის კალენდარია ხო 4 ტურით ადრე სერიას დასრულებამდე და გამოდის გუნდი თან ამ სამ თამაშში გოლი არ ქონდათ გასული გიერა და გატანილი და გამოდის გუნდი და მონჟუიგზე ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთ თამაში იტანს 3 გოლს. მაგარი თამაში გოლდება. ძალიან მაგარი თამაში გოლდება. და რო არ მაგათყო ველოდები იგივენაირ სანახაობას, იგივენაირად ბევრ გატანილ გოლს. ნუ ეხა იქ და ლამინე იამალზე ხელები წაგვიწევია მე მგონი. ამაზე არ ღირს დიდად ყურადღების გამოხვილება, იმიტომ რომ ლამინე იამალმა საოცრება ქნა. პირველი გოლის მომენტში რო გოლიო გაიტანა თქვა არაფერი ამ ერთ-ერთი რაღაც თქვი არის არც მესი არა, მესი თქო და მორჩა. აი მართლა ვიღაც დამცინებს, მაგრამ სხვადასხვა გულში თამაში დასრულების მერე მესის აღზრდელმოც რა, ვინც ბარსელონაში მაგასთან ერთად მუშაობდა და გუნდთან ერთად მუშაობის გარდა ინდივიდუალურად მესის ცალკე ავარჩევდა და ამზადებდა, იმან თქვა რომ არც კი შევადარებო 17 წელსაკში ამორ ფეხბურთელს, იმიტომ რომ იამალმა თქვა ყველაფერი უკვე 17 წელსაკში ბევრად უფრო დიდი ნაბიჯით წინ არის, ვიდრე იყო მესიო, მაგრამ ეგ იმის აპრიორი არ არის რომ მესიზე მაგარი იქნება მომავალში, მაგრამ ფაქტი ეს არის რა დღეს და ნუ ამტკიცებს. მოკლედ ძალიან მაგარი თამაში დღეს უკვე 11 საათზე ჯუზეპე მეაცაზე ინტერი ბარსელონა, ხვალ პარკ დე პრენსზე არსენალი, PSG არსენალი და იქ თუ ჩემთვის მაგალითად PSG ფავორიტია
აქ 50-50-ზე მიუხედავად იმისა, რომ ინტერმა მოახერხა და მონჯუიკზე 3 ბურთი გაიტანა, ნუ 3-ც მიიღო შესაბამისად. შემდეგ ამბავზე წავიდეთ, NBA-ის პლეი-ოფები არანაკლებ მაგარი თამაშები ლეიკერსი გამოვარდა. კი ბატონო, გამოვარდა ორლანდოს და სამწუხაროდ გოგას და არც ქართულ კალათბურთელებს პლეი-ოფის ამ სტადიაზე, რომელსაც მივადექით, ვეღარ ვიხილავთ. ხო, ნუ სანდრო ვერ გავიდეს. კი ბატონო. იქ Golden State შეუმცირა 3-2 გახდა და მოკლედ აქაც დაძაბული და საინტერესო ამბებია და მე მგონი 5 მაისს განახლდება უკვე შემდგომი ეტაპი პლეი-ოფებისა. ხო, უკვე ვიცით რომ გავიდა ინდიანა გააგდეს ბოსტონი გავიდა ინდიანა გავიდა გააგდეს მაიამი და კლივლენდმა გააგდო მაიამი და ინდიანამ გააგდო მილვოკი და უკვე ვიცით რომ კლივლენდი და ინდიანა შეხვდებიან ერთმანეთს. მაგარი თამაში იქნება. და მინესოტა ელოდება მეტოქეს, იმიტომ რომ მინესოტამ გუშინ უკვე დღესდღეობით გამთენისას ლეიკერსს მოუგო და 4-1 მოუგეს. ოჩახ, მაგრამ მოვითარო მეწყინათ რომ მოგატყობთ, იმიტომ რომ ჩემი უგლი ვინც არიან, ყველა ძალიან იმდენად დიდ უპირატესობას აინტერესებს და დონჩიჩი და ლებრონი არიან და რაის მინესოტა და აგერ გამოჩნდა რაის მინესოტაც ენტონი ედვარდსმა დაახია ბურთი თავზე ყველა თამაშში პირდაპირ გაგებით და მაგრამ მარტო ენტონი ედვარდსი არა იმ დივინჩესო ძალიან შეკრული და კარგი გუნდი ყავს და გონია რომ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია მინესოტა. მოკლედ, მოდით დაველოდოთ. ჩემთვის წარმატებებს უსურვებ მე ბოსტონს, იმიტომ რომ გულშემატკივრობ და მინდა რომ გახდნენ ჩემპიონები, შენ არ ვიცი შენ ლეიკერსი გააგდეს. არის ყველაფერში მანძი ხარ თუ აკვირდები, რა ბრაზილიის ნაკრები ხარ, იგი სადაც გიჭერთ, იქ თუდად გექცევით არგენტინელები. ერთ-ერთი მეშინია ხა ინტერი. არის ბარსელონამ და გავიყვანოთ. რატო? მანძი ხარ, მე დღეა მეჩხუბება. მე. მთელი დღეა მეჩხუბება. კაი, საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ 2-20 სიტყვა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებზე ევრობასკეტის კალენდარი დაიდო უკვე და ნუ იქ როგორც ჯგუფში ვართ, იცით, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, მასპინძელი კვიპროსი და ბოსნია-ჰერცეგოვინა გვყავს და კალენდარის მიხედვით 28 აგვისტოს პირველ თამაშს ვატარებთ ესპანეთთან. 30 აგვისტოს ვეთამაშებით იტალიას, 31 აგვისტოს ხვდებით საბერძნეთს. მე 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან გვიწევს თამაში და 4 სექტემბერს უკვე დასკვნითი თამაში გვაქვს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან, მაგრამ ერთი იმისი დროებიც გაირკვა და ეხლა ზუსტად ყველა თამაშის დროები რო საათები რო არ ქონდა და 4-ით ადრე საათი თუ არ თქვი რდილი ამბავ, მაგრამ ერთი ისაა რომ 6 გუნდიანი ჯგუფიდან 4 გადის. ხო. და ავიცი, რამდენად შეიძლება კვიპროს და ბოსნიას უნდა მოუგოთ. კვიპროს და ბოსნიას უნდა მოუგოთ და ჯგუფისათქმელია, ხო, მაგრამ ისეთი სიკვდილის ჯგუფში მოხდით პრაქტიკულად რა. ხო, მაგრამ ვინ თქვა არ მახსოვს ჩვენმა ერთ-ერთ მასტუმარს, მგონი ციცანზე თქვა, რომ რა არის, იცი, ჩვენ ხო სულ ეგეთი ის გვაქვს. ეხლა ჩვენ ის შეგვიძლია რომ წავაგოთ კვიპროსთან და მოუგოთ სიტყვაზე ესპანეთს არ მგონია, მაგრამ იტალიას. ხო. ანუ ეგეთი ისინი გვშვევია ჩვენთან დიდ ტურნირებზე რა და ნახოთ, იმედ კვიპროს აუცილებლად უნდა მოუგოთ. ნუ გასაგებია მასპინძლები არიან, მაგრამ ბევრად მაგალი დონის ნაკრები ვარ ჩვენ. ნუ ბოსნიასთან სერიოზული ბრძოლა გვექნება, იქ ნურკიჩი თუ ეყოლებათ, სერიოზული გუნდია. კარგი ისაა, რომ გოგა და მამუკელაშვილი იქნებიან საქართველოს ნაკრებთან ერთად, მაგრამ სხვაებსაც ეყოლებათ ინგლისის პლეი-ოფზე. ის გამოგწევა, რომ 5 თამაში გოგა ათამაშეს ჯამში 9. ხო და ძალიან უცნაურია, უსამართლოც არის ყველაფერთან ერთად უცნაურთან ერთად. საქართველოზე ხო არ დავჩერთ, აი ჰოკეისტებზე ხო არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩემთან გასაკვირად რომ არ მოგატყუოთ მე ჰოკეიში საერთოდ ვერ ვერკვევ. მაგრამ საქართველოს ნაკრებს უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე დივიზიონის B ჯგუფიდან შანსი გვაქვს რომ ავიდეთ A ჯგუფში. 3 თამაში ჩავატარეთ, მოვიგეთ 3-ვე, მოვიგეთ ახალი ზელანდიის ნაკრებს, მოვიგეთ თვის, ბულგარეთს და ნორვეგიას თუ ისლანდიას 4-0. ხო. და წინ გვაქვს კიდე 2 თამაში და ტაივანთან და ტაილანდთან, რომლებიც ცალსახა აუტსაიდერები არიან ჯგუფში. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ჯგუფში 2 ტურით ადრე დასრულებამდე და მხოლოდ იდეალური ვარიანტი გვაქვს იმისი, რომ პირველ ადგილზე დავასრულოთ და გადავიდეთ A ჯგუფში. კი ბატონო. ხო. და ნუ რაც მთავარი სათქმელია ცა რომ კიდე ერთხელ ვთქვი მე ჰოკეის საერთოდ ვერ ვყვევი. და ძალიან ბევრი წერდა ისლანდიას 4-0 როგორ მოუგეთ არ შენ შეგელეო გავწევ ახაც მე არ შემიძლია მაგას გასაკეთებინა მაგრამ ფაქტი ერთია რომ საქართველოს ნაკრები უკვე თან ეს არ არის ეს სიტყვა
ბევრი წელია რამდენი წელია უკვე აქტიურად კარგად თამაშობენ. ნუ გავიდეთ, მოდი, იცი რა ვქნათ, გადავიდნენ, მოიგონ და შევკვირდეთ ხალხს, რომ აქ რომელიმე ჰოკეის დავისვამთ, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვიყავ. ეგრე ვქნათ. კაი, საქართველოს ნაკრები და ამ დივიზიონებზე და უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ ჰოკეიზე, ყინულის ჰოკეიზე, ამაზე ხაზები, ყინულის ჰოკეიზე ვილაპარაკოთ. და ბოლოს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტრიუმფალურად დავასრულე. ხო, ესე გამორჩეული ბოლო საშიჯიბრო დღე იყო. მოდი, პირდაპირ გაგებით, რომ თქვა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა საქართველოს ჰიმნით. კი, ზუსტად ეგრე იყო. ეგრე იყო, რა ფაქტია. მაგრამ გაგიკვირდებათ და არ ვილაპარაკებთ ბევრს ამ ევროპის ჩემპიონატზე, რატო არ ვილაპარაკებთ თქვათ? იმიტომ რომ ილია სულამანიძე, ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე იქნება ჩვენი სტუმარი მომდევნო ბლოკში და ილიასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ევროპის ჩემპიონატზეც ვილაპარაკებთ, შერეულ გუნდურ სახეობაზე, გოგონების წარმოუდგენლად კარგ ასპარეზობაზე ვილაპარაკებთ და ასევე ისეთ თემაზე ვილაპარაკებთ, რომელიც შეიძლება კი არა და აუცილებლად საინტერესო იქნება თქვენთვის. დაველოდოთ ილიას რამდენიმე წამში ბრუნდებით ილია სულამანიძესთან ერთად და ვიცოდი რომ სანამ გადავალ სტუმარზე და სანამ ამ ძალიან კარგ კაცს ილია სულამანიძეს კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ, თხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაავაითოთ ეს ვიდეო და გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე და TikTok-ზე, წაწერეთ ძმების პოდკასტი. და პაბორმოსდოლში ვიმყოფებით, ესეც კიდევ ერთხელ აღნიშნოთ. წავედით ილია სულამანიძესთან, ბევრი საინტერესო რაღაც გვაქვს თქვენთვის მოსაყოლე. მეორე ბლოკის დროც მოვიდა და სიამაყით და სიხარულით მინდა გამცნობოთ, რომ ჩვენი სტუმარია არ ჭირდება ტიტულებს ჩამოთვლა ილია სულამანიძე. პირდაპირ ხელხელი ევროპის ჩემპიონი. ილია სულამანიძეა ჩვენი სტუმარი. ილია, დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან პოდკასტში. პირველში როგორ ხარ გილოცავ ამ დიდ წარმატებას და როგორ ხარ მოგიკითხავთ, როგორ მიდის უკვე და დასვენების პროცესი ცოტა ხანი სანამ სოფლიოსთვის მზადებას დაიწყებ და აი მოგვიყევი ეს დეტალი. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის, ყურადღებისთვის. ძალიან გვიხარია ზოგადად სპორტსმენებს ესეთ ყურადღება რა. და გარდა იმისა რა, სულ ძირითადად იუმორისტული გადაცემებში ხო დავდივართ და უფრო მომიხაროთ აქეთ გული, ვინც ეხა სპორტში ერკვევა, იმის დაწერილი კითხვები უფრო კარგი საპასუხოა სპორტსმენისთვის რა. ესეც კომპლიმენტად მივიღებთ მაგამ ბავს. ლევანიდან გამომდინარე, ვამბობ თქვენა თქვათ კარგად არ გიცნობთ. მე ვიყავ. ვარა თქვენ ეხა არანაკლები დარწმუნებული ვარ. რაღაცა შენი კომენტარიც ვნახე მე რომ 100% არ დავიხარჯო ევროპის ჩემპიონატს, იმიტომ რომ წინ სოფლიო არისო და არ ვემზადებოდი თო ისევ რა თქმა უნდა მომზადების პროცესი იყო მაგარი, მაგრამ 100%-ით არ იყავით მომზადებული ამ ევროპის ჩემპიონატში და ბარემ ისიც ვთქვათ რომ წინ ორჯერ იყავი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასული, სამწუხაროდ ვერცხლი იყო და ნუ პირველი დიდი ტიტული მოიგე ხო ეროვნულ ნაკრებში ესე ვთქვათ, თორე ახალგაზრდებში მოგებული გაქვს ყველაფერი. ანუ არ მომზადებულ ვართ კი არ ქვია უფრო სოფლიოსთვის ვემზადებით და მოგესალმება შეჯიბრისთვის უნდა ახვიდე პიკში, ხო? გზად შეიარეთ მოკლედ ხო, გზად შევიაროთ, იმიტომ რომ ნუ პიკში რო ახვიდე ხა ევროპისთვის, მე რთულია იმ პიკში გაჩერება, ხო? მე უნდა ჩამოხვიდე კიდე უნდა მომემზადო ხელთავიდან სოფლიოსთვის და ესე თქვა სოფლიოს მომზადების გზაზე მოგვიწია ევროპის და ბოლომდე პიკში გუნდი არ ყოფილა რა. პირველი მედალი არა, ოქრო რა. კი სამივე შეჯიბრზე მქონდა მედალი ევროპის სოფლიო ოლიმპიადაზე, მაგრამ ჩემპიონი არც ერთგან არ ვიყავი და სულ მინდოდა რომ ჩემპიონი გამختارიყავი რა და ესე ვთქვათ იმ ორმა ფინალმა რა, რომელიც წავაგე ცოტა ისე შექმნა ნავსი რა, რომელიც უნდა გამწყლარიყო და გაწყდა კიდეც რა. თითქოს რაღაცა ერთი ამოსუნ თქვით ჯერ ხო ფინალამდე მიხვედი და მე ფინალში კიდე ისეთი მოლოდინი იყო რომ ისეთ კაც შეხვდი რომელთანაც ანგარიში გასასწორებელი ჰქონდა რა და მოდი მომიყევი კოცოებთან შეხვედრის წინა ემოციები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ კი სუპერ პროფესიონალი ხარ, მაგრამ მაინც ის თავში ის გიტრიალებს რომ სხვა ფიქრები გექნებოდა. ამასთან განსაკუთრებული ფიქრები და ემოცია ჰქონდა, დარწმუნებული ვარ მაგაში და მოდი აი მაგაზე მითხარი ფინალში რო გახვედი, იქიდან კოცოები რო გავიდა ფინალში, მე უკვე აი შენი შემართება ალბათ 40 და 3-მაგად გაიზარდა. ეხა ესე ვთქვათ რომ კი ეგ ფიქრები მოდის რა თქმა უნდა და მით უმეტეს ამხელა შეჯიბრი რო გაქვს თან ესე რაღაცა გაუთვალისწინებელი შემთხვევით რა ოლიმპიადის ფინალს გულისხმობ. ემოციები და ფიქრები წამოვიდა, მაგრამ ნუ იქ მწვრთნელი დავით ქევხიშვილი ვიცე-პრეზიდენტი არიან რა და ადევნებენ თვალშენ ემოციურ
ესე ვთქვათ, მდგომარეობას რა და ჩემზედაც დაკვირვება რო არ ყოფილიყო, ისედაც ლოგიკურია რომ იფიქრეს იმათმა რომ შეიძლება იფიქრები მქონოდა და ისე წავიდა ლაპარაკი ჭკუის დარიგება, გეგმის დასახვა რა ამ სპორტსმენთან, რომ ესე ვთქვათ, მისი პიროვნება საერთოდ გამოირიცხა რა, იქ კი არ გავდიოდი ვთქვათ იმ ადამიანთან, ვისაც გავდიოდი იმ ადამიანთან, ვისაც მარჯვენა ხელი უნდა გამეთიშა და ეს უნდა გამეკეთებია ამ წუთზე და ესე რა. და ეგ ემოციური ფიქრები მთლიანად მოიხსნა რა, ამის თქმა მინდა და შედეგიც შესაბამისი იყო რა, იმიტომ რომ მაგ ემოციებმა შეიძლება დაგაზარავოს. მაგრამ მაინც ჩვენთვის გულშემატკივარი ყველას ხო იცი რო გხვდებოდა რომ ევროპის ჩემპიონი გახდა, გილოცავთ პოსტს, მაგრამ ყველგან აღნიშნული იყო ის რომ ანგარიში გასწორებულია მაინც ხო და მაინც რაღაცა ფსიქოლოგიური მე ვერიდები ახლა ამ ემოციურ ფონს და იმას რა ქვია დატვირთებს, სხვა დატვირთებს, რომ ზოგადად გულშემატკივარს ახლა ეგ უფრო აინტერესებს, რომ მაშინ წაგებული რაც არის, იმას ნა. კი ბატონო. იმდენად დაღლილი ვიყავი რა. შეხვედრისგან რომ რაღაცნაირად ჩამოეყდენი კიდევაც და ეგ უფრო მეტი თბილად გამოჩნდა რა არადა წესვასენ მაგრამ რაღაც ვარიანტი და ეგ ორი მომენტი იყო რა ერთი მაინტერესებს ცი თუ იყო მისი მხრიდან ოლიმპიადის ფინალის მერე რამე რაღაც ან შენ მიმართ ნათქვამი რამე ესეთი კი ვილაპარაკეთ ახლა მე როგორ თქვა რა ის რაც მქონდა სადარდებელი რა თითქოს გადავხარშე ეგრევე რა და ის თუნდაც ის მაგალითები, ვთქვათ, ლიპარტელიანის წინაზე, ვისაც ფინალი წაგებული აქვს, რაღაცნაირად გამომადგა, რომ მომებილიზებია თავი, ესე ვთქვათ და ღირსეულად შევხედრილიყავი ამ ყველაფერს რა. და რო დამინახა, რომ ესე მაინც მეტყობოდა რა, დარდი და მოვიდა და მე რა ვქნაო რა, ესე გამოვიდა, რომ მეც მინდაო მოგებაო, შენც გინდაო, ეს არის სპორტიო რა, ესე ვთქვათ და მე არაფერ შუაში არა ვარ, რომ ამ საჯების ვარიანტი დაიმასშო რა. ძალიან კაი ვიდეო ვნახე. ყველა არავის არ დავავიწყდა და ჩემი ყურებიდან მართლა არავის არ ამოვა ის ემოციები, რაც შენ განიცადე ფინალის წაგების შემდეგ ოლიმპიადაზე, აი ეს ყვირილი და განწირული ხმა უხეშად ვიტყობოდიში. აი ეგ არ დამავიწყდება და მე ვიღაცას ჰქონდა შედარებული ამ ევროპის მერე რა ბედნიერი ტოვებ ტატამს და ეს ზემოთ იყო ის ვიდეო შენ რო ეს საშინელი ემოციებით ტოვებ იმას და მე ქვემოთ ეს მომღიმარიო და აი ამ ბიჭმაც გაიმარჯვაო და აი ეს მე მეც გავაზიარე და მე დავაწერე რომ არ იცი თქვენ აი ამ ცრემლების და ამ იმის უკან რამდენი შრომა და რამდენი თავდადებადებს თქო რა ხო და მართლა ეგრე იყო და ძალიან საინტერესო იყო ის ჰიმნის დროს შენი ემოციები. ეს იყო ერთ-ერთი დასაწყისი რა იმ მიზნისთვის, რასაც მე ვფიქრობდი ხოლმე ბავშვობაში რა პირველი ჩემპიონობა ევროპისა. მერე მეორე ის იყო რომ რაღაც გულშემატკივრებს ვიხსენებდი რა, ვინც ემოციურად უყურებენ ჩემ გამოსვლას და იქ ჩემთან სოფელში ესე ვთქვა ძალიან ემოციურები არიან, ისინიც არანაკლები ცრემლით ხვდებიან ჩემ გამარჯვებას და ჩემთან რაღაც ეს ემოციები იყო რომ რატომაც წამოვიდა. აი შენ თვითონ მიხვედი იქამდე ისე კითხვაც წავიდეთ რამდენიმე წლით უკან და დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ როგორ აღმოჩნდი ამ სპორტში ერთი. და მეორე ის რომ როდიდან წამოვიდა შენში ის ფიქრები რომ აი მე შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო. სანაპიროს გასცემ, მაგრამ აქ დავამატებ კითხვას, რა მე ვიცნობ ილიას პირად მწვრთნელს, აღმზრდელ მწვრთნელს ბატონგიას, აი სასწაული კაცია მართლა. ოლიმპიადის მერე მოკლედ რო თქვა, ხალხისთვისაც რო გასაგები იყოს, ოლიმპიადის მერე ვიყავს, სანამ ილია საქართველოს ჩამოვიდა და ჩვენ ვიყავით ჩემი სამსახურიდან. ილიას ოჯახში დედამის ოჯახთან გავისაუბრეთ, გავიცანეთ უკარგესი ხალხი, პირად მწვრთნელი ჩავწერეთ და დარბაზები და რაღაცები ვნახეთ, სადაც ილია იზრდებოდა. მე ვნახე დარბაზი, კარატეს დარბაზიო, ესე თქვა, მაშინ გიამასწავლებელმა, რომ კარატეს დარბაზში ვიზრდებოდა და მე ვნახე პირადად ის ოთახი, სადაც შენ დაიწყე ვარჯიში, შენ ძმასთან ერთად და შენი პირველი ნაბიჯები, ხო, პირველი ნაბიჯები გადადგი. შენ მწვრთნელი ამბობდა იმას, რომ ილიას ასეთ პროფესიონალიზმში და ამ ხელას დაში უდიდესი როლი აქვს მის ძმას შაკოს. 5 წლის ასაკში დავიწყე, მამაჩემის იდეა იყო რა და მე კაკრას ინთაობის წევრი ვარ. ზვიადაურის ჩემპიონობის შემდეგ რომ ბევრი ბავშვი შეიყვანეს, კაკრას ის იყო მამაჩემისთვის ინსპირაცია, რომ ჩვენც ძიუდო გვეჭიდავთ, მე და ჩემ ძმას რა. ტატამის დარბაზში წარმოიდგინეთ, როცა ყოველ დღე უნდა გვევარჯიშა და უნდა გვესწავლა ტატამზე დგომა. მაგის მაგურად კვირაში ორჯერ ვიყავით და დანარჩენ დღეებში წვიმა იყო, ქარი იყო, თოვლი იყო, სულ ესე ვთქვათ, გარეთ ვარჯიშობდით რა. როცა მიდის
თქვათ, ამა თუ იმ შეჯიბრებისთვის მომზადება, მოწინააღმდეგებისთვის განწყობა, ვის როგორ უნდა ვეჭიდაო. გიამასწავლებელიც ერთ-ერთი ლაშა გუჯეჯიანსა და დავით ქევხიშვილთან ერთად ზის და ამ ყველაფერს ადგენს, ესე ვთქვათ და ჩემთვის ეს ყველაფერი კომფორტულია. ჩემი ძმაზე რო გადავიდეთ, იმ დარბაზში მოგეხსენებათ, დიდი სურვილი ტყიბულიდან, ტყიბულელების მხრიდან არ იყო, რომ იმ დარბაზში ახლა ვინც მიიყვან და ხო ხვდებით, რომ მშობლისთვის ახლა ესე კვირაში ორჯერ ვარჯიში და ესე რაღაცა მწირ პირობებში ვარჯიში მოუხერხებელი იყო და მაქედან გამომდინარე ჩემი ძმის გარდა ფაქტიურად სპარინგ პარტნიორი არ მყავდა და რომ მივედით უკვე 13-14 წლამდე დაიწყო უკვე ესეთი შეჯიბრებები, სადაც ჩვენი თქვათ ნაკრებში დაყენება გადაწყდა და იმ ნაკრებიდან უკვე დაიწყო დიდი ნაბიჯები რა. უცრով ჭაბუკებში მოხვდი, უცრով ჭაბუკებში ევროპაზე პატარა პერსპექტივა უფრო დავანახე, ვიდრე медали გავმედლის გარეშე და საბედნიეროდ დავით ქევხიშვილის პროექტი 20-20 მოგესალმებათ. ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, ლაშა გუჯეჯიანი. პირველი იყავი მაგ პირველი და იმ თაობის წევრი ვარ, რა დროსაც დაიწყო ეს ზოგადად პროექტი, ვიყავით საპილოტო ვერსია, ესე ვთქვათ რა. ყველა ეს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ამ პროექტს, რავი, ჩვენ მწვრთნელებს რა, ესე ვთქვათ, დაცინოდნენ, რომ რა უნდა გამოვიდეს ამ ახალი მიდგომით, მაგრამ შედეგები ყველაფერს ლაპარაკობს, რომ ჩემი მაქედან დაიწყო. სახელები რო თქვა, ხო, სახელები რო თქვა, მე ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე. ამით მივედით დღეს რაც ვართ იქამდე. აი, ერთ კითხვას ჩავამატებ, შენი საუბრიდან გავუდინარე. ამ პროექტმა მიცა თუ არა დღევანდელ საქართველოს ნაკრებს წარმატებული სპორტსმენებზე არ მაქვს საუბარი. ის ერთიანობა და ის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რომელიც იგრძნობა და რასაც პრინციპში შედეგები მოაქვს. კი, ნახევარი იმის სამსახურება იყო, რომ პროექტში ვიყავით, მაგრამ მეორე ნახევარი არის ჩემი აზრით ის, რომ ბავშვობიდან წარმოვიდგინეთ 16-17 წლიდან, როცა არაფერი მიღწევა არ აქვს საერთოდ და ფაქტურად იწყებ დიდ შედეგების გაკეთებას, ჩვენ ეს გზა ერთად გავიართ ლაშა გუჯეჯიანთან ერთად. ანუ ლაშა გუჯეჯიანი წარმოვიდგინეთ, როგორც ჩვენ ვიყავით შედეგის გარეშე, ესე ვთქვათ, ისიც ერთ-ერთი ახალი დაწყებული ქონდა მწვრთნელის კარიერა და წამოვედით და ერთად გავიზარდეთ, ერთად გადავედით ახალგაზრდებში, ერთად გადავედით დიდებში. ან ჩვენ ნაკრებში შევედით დიდებში, ლაშა გუჯეჯიანი თავარ ტრენერად დაინიშნა დიდებთან და გუნდური შეჯიბრი ისე გამოვიდა, რომ გოგოებმა მოგვაგებინეს რა. ეგრე გამოვიდა კი რა, ეგრე იყო. აი რა ხდებოდა ფინალამდე და ფინალის მერე ცოტა მოულოდნელი შედეგია, იმიტომ რომ გოგონებმა არ ვარ განებიურებულები გოგონებისგან ამ შედეგს. ეს მოულოდნელობა უფრო იყო ადრე რას, 1-5-6 წლის ადრე, როცა ეს მიქსტიმი შემოვიდა, მაშინ მართლა ქალთა ძიუდო არ არსებობდა ფაქტიურად რა. ძალიან დაბალ დონეზე და მაშინ იყო ისეთი, რომ აი სამი ბიჭი მოვიგებთ და იქნება ერთმა გოგომ რაღაცა ან 3-3-ზე ბიჭის წონა ამოვიდეს რა. მაგრამ ეხლა ფედერაციის წყალობით რა და დავით ქევხიშვილის პროექტების წყალობით წამოვიდა ქალთა ძიუდო ძალიან მაღალ დონეზე რა. ეხლა რო გადახედო 13 წლის თაობას, 14 წლის თაობას, უკვე ერთია რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი დაკავდა ძიუდოთ გოგოები და მეორეა რომ ხარისხობრივადაც უკვე შედეგებს აღწევენ რა. ესე რო ვთქვათ, რომ ხაზი ესმებოდეს, რომ რაღაცა გოგოებს უფრო ხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ რაღაც უცებ საერთოდ არ არის რა. იქ გავდიოდით ქართველები, რომ გაგვემარჯვებინა, მithumetes ქონდა ის საფუძველი, რომ უნდა გაგვემარჯვებია რა და გავდიოდით საბრძოლველად. და ფინალი რო დაიძაბა რა, 3-3-ზე წარმოვიდგინეთ, როგორი რაღაცაა, რომ ყველა მაინც კიდა თუ არა ფიქრობ, რომ ბიჭი ამოვიდეს რა. ხო, თუ შამ მარტივად თუ შემოვიდესო და ამოვიდა 70 პლუსი რა და გამომდინარე იქედან რომ ხელი ეტკინა სოფოს რა წარმოიდგინეთ თავის პირად დაპირისპირებაში ხელი ეტკინა რა რომ ხო და ისეთი განწყობაა რომ უფრო არ გაეხარდათ იმდენად რა მაგრამ მე რაღაცნაირად მეჯერა რა სოფს ძალიან ახლო მეგობარია ჩემი მეზობლები ვართ სხვათა შორის და აი მეჯერა რაღაცნაირად რომ როცა საქმეზე მიდგებოდა და გადამწყვეტი იქნებოდა მისი ესე ვთქვათ ბრძოლის უნარიანობის გამოჩენა არ დააკლებდა არაფერს და აი 10 წამიც არის თუ 15 წამიც არისო გასული რომ 19 წამზე დააყო ხო გდება აუღო და
ეს ისეთი შეუტია ეგრევე ამ ფონზე ეხა რომ ხელით ყიოდა და ის წინაშე ხედა წაგებული ქონდა წარმოიდგინე რა მოხდა როგორი მოულოდნელობა იყო და ამ მოულოდნელობამ კიდე სიხარულის ემოცია მოიტანა და არ ვიცი რა იმ ემოციებს ერთს გადა არ ამგონია კი არ ამგონია რაღაც სიტყვებით განმოცა ეგ ემოციები გუჯეჯამ დადო პოსტი შენი ევროპის ჩემპიონობის შემდეგ რომ ილო დამპირდაო რომ აი ამასო მოიგებდაო დედაჩემს მეუძღვნდაო ამ არა როგორ იყო ზუსტად მე ზოგადად ვარ ემოციური სპორტსმენი რა უფრო სენტიმენტალური უფრო ვარ და გუჯეჯამ იცის ეს ხასიათი და ყოველ შეჯიბრზე ცდილობს რომ ეს ყველაფერი არ დადრგუნოს ჩემში და თან გამარჯვების მიმართულება მიცეს რა და რო გავდიოდით კაგრასაი ტატამის სანამ გავხვალ მოდიო ეს შეხვედრაო ეხაო ყველა შეხვედრაო ვთქვათო რომ რომელიმე ადამიანს მიუძვნითო რა და კაი რა პრობლემაა მეთქი და ესო პირველი შეხვედრაო ეხა რო გავდივარ და ჩემი აზრით რა ფინალზე მეტი მნიშვნელოვანი ზოგადად არის პირველი დაწყება რა იმიტომ რომ ყველაზე მეტად განიცდი მაგ მომენტში და ყველაზე მეტად ნერვიულობ რომ ისე ხო არ ხარ გახურებული კარგად და აი ისეთ სახელით ხო რა დედამისის სახელი ლალდეიდასი რა მე ძალიან მიყვარდა ის ხალბატონი და რაღაცნაირად მომეცა იმის რწმენა რომ ეს შეხვედრა არ უნდა დამეთმო არანაირად რა და ის პირველი შეხვედრა ხალბატონ ლალის მიუძღვენით გუჯეჯიანის დედას მეორე შეხვედრა უკვე დედაჩემის იყო მე ნახევარფინალი უკვე თვითონ ლაშა გუჯეჯიანმა მოთხოვა რომ ეს ჩემ გამო გააკეთეთ და საფინალი იყო ეხაო შენ გამო უნდა გააკეთო რა ილიას სულამანიძესთვისო და ესე რაღაცა სიმბოლურად ემოციურად ძალიან კარგად დაიმთხო რომ მოვიგეთ მოდი ცოტა იმასვენოთ რა ქვია გადაუხიოთ ძიუდოდან მე ეს შემოგაბნევ მე გადმოუხიოთ გარდა იმისა რომ წარმატებული და ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი ხარ ტატამს მიღმა ძალიან ნიჭიერი ადამიანი რა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი უკრაო ღერი დედა ამბობდა ილიასი რომ ვარჯიშთა რომ მოდიოდნენ დედას დაურეკავ ეხა და არ მაცხოვარ ვარჯიშიდან რომ მოდიოდნენო პირველი რა საკეთებდა ვილეო ხო შეიძლება ადამიანო დაღლილი მოდიხარო ბანაობა გინდაო ის გინდაო ჭამა გინდაო და წამოწოვა გინდაო დასვენება მოდიოდაო და პირველი რას საკეთებდაო ეგრევე ჟდებოდაო და უკრავდაო და იწყებდაო დაკვრას მართლა ეგრე იყო სხვათა შორის ან რაღაც პიანინოსკენ გამირბოდა და ეხა ვიდეოებს რო გადავხედე პატარაობისას რომ ვარჯიშობთ იქ იმ პატარა ოთახში რა აი ეგრევე გამოდივარ და კიმანო არ გვაქვს გახთილი ესე ლურჯი კიმანოები რომ ვზივარ და პიანინოს უკრავ და შაკო მღერის რა ისეთ სიტუაცია არის და ნუ ბავშვობიდანვე მქონდა რა ამის სიყვარული და მე ამ სიყვარულიდან გამომდინარე სხვა ინსტრუმენტებით შემომესწავლა რა. და ბოლოს გადავიდეთ იმისკენ, რომ სოფლიო გვიახლოვდება უკვე და ყველა რაღაცა წელს მე ბევრი წელია უკვე ძიუდოისტებთან შეხება მაგრამ წელს რაღაცას განსაკუთრებული მზადება მედეს ამ სოფლიო ჩემპიონატისთვის რა იქ ორი ისვენებს ყველაფერთვის იმიტომ რომ უნდა გავიდეს და სოფლიო უნდა მოვიგო რომ ნახე ეგრე მითხრა იქით ბიჭები გუჯეჯასაც ძალიან ხაზმას გასმით ქონდა რომ აი სოფლიოზე უნდა დავდოთ სასწაულის შედეგი და აი ილიამაც ხო ეგ მაგით და ევროპაში დავიდეთ და გზად შევიარეთ ევროპაზე რა იმედია ევროპის ჩემპიონობის მერე ეგრევე სოფლიოსაც მოიგებ როგორ ემზადებით თუ დაწყებული გაქვთ უკვე სოფლიოსთვის მზადება და ას შემდეგ მაგას შენ უფრო კარგად გქონდა ხო ნუ ეხა ეს 60 მთქი 2-3 დღეა და მართლა ხვალარა და ზეგი შეკრებაზე მივდივართ ყვარელში და მივალთ იმ ეტაპამდე როცა უკვე დასკვნით და მართლა პიკში უნდა ავიდეთ მთელი გუნდი და
ფიქრობ ძალიან კარგ ფორმაში შეხვდება ამ სოფლიო ჩემპიონატს რა საქართველოს ნაკრები. შრომას და თავგანწირვას არ ვაკლებთ არც ერთი ჩვენთაგანი და ვეცდებით რომ გავახაროთ რა ქართული გულშემატკივრის გულები. ფიქრობთ სხვათა შორის მაგაზე რომ ფინალიში რო ვიყავი და აი რავი რო დამარცხებულიყავი უკვე ძალიან სხვა კუთხით დავინახავდი მე ამ ყველაფერს რომ აი ან ფინალებს ვერ ჭიდაო ან რაღაც ძალიან ესე ვთქვათ და შენ ზონაში სამწუხაროდ ხო ძალიან ესე ვთქვათ დამაზარალებდა რა და ეს ნავში რო გაწვდით კი არა სანიშნავს მაგრამ ერთ-ერთი დამხმარე არის ესე ვთქვათ რა თან იცი რა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 100 კილოში ხო 100 კილოგრამში ხო 100 კილოგრამში ჩემპიონატი მოგებული და ნუ პირველი კი ოლიმპიური медаლიც არავის არ აქვს მგონი რა და წარმატებას გისურვებთ სოფლიოზე ამ დიდებული რა ვიცი მინდა აღნიშნოთ კიდევ ერთხელ ჩემგან პირადად ძალიან დიდი პატივისცემა და სიამაყე ის რომ ჩვენი სტუმარი ხარ მაგრამ არ შევგიშვებთ იმიტომ რომ გავიხამძლიოთ ამ ბედნიერებას რამდენიმე წუთი კიდე ჩვენ წავალთ და ბოლო ბლოკში გვაქვს ცოტა გასართობი თამაში რაღაცა ცოტა ისეთი გამოსაცნობი რაღაცები გასავყევით რომ ხო და რა იქნება ეს თამაში ამას მესამე ბლოკში ცალკე იმას ვიზავ წარვადგენ მანამდე მოემზადე გახურდი სანამ ბიჭო იქნებო ამბობ კაცო არ ამბობ წავედი სანამ წავალ მესამე ბლოკზე გეტყვით რომ ვიმყოფებით PAB 44-ში და მადლობა ამ გადასარევ ხალხს ამ გადასარების სივრცის დათმობისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი ძმების პოდკასტი YouTube-ზე გამოყევით Facebook-სა და TikTok-ზე ამავე სახელწოდებით და მოიწონეთ ეს ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები ხო ეგრეა დაწეროთ მესამე ბლოკში მესამე ბლოკის დროც მოვიდა და ილიას მოკლედ ეს საინტერესო თამაში უნდა შევთავაზოთ. ბოლო პერიოდში გატრენდებული ეს Ghibli ეფექტი თუ რა ქვია რაღაც ChatGPT ხელოვნური ინტელექტის კი ბატონო გაკეთებული რაღაც ანიმაციური ფოტოებზე მოკლედ და ქართველი არა მხოლოდ ქართველი 15 ძიუდოისტი ავარჩიეთ 15 გამორჩეული ძიუდოისტი და ილიამ უნდა გამოიცნოს ამ ანიმაციის მიხედვით რეალურად რომელი სპორტსმენი, რომელი ძიუდოისტი იქნება ესა თუ ის ესე რა ქვია, ადამიანი. პირველი არის ესეთი მე მგონი პოზაზე უნდა მიხვდები. პოზაზე ხო თორე ისე ეს არის ლაშა ხო? ლაშა ბეკაურია კი ბატონო. ეს ადვილია. ეს ქართველი არაშკა. რინერია ეს ტედი. ტედი რინერია კი ბატონო. აბა ეს ხა სახეზე ვერავის ვერ ვამსგავსებ, მაგრამ ქართველი რო იყოს დროშა იქნებოდა. ეთო ლიბარტელიანი. ეს სპორტულებით უფრო ისა ზვიადაური იქნება. კი ბატონო. ხო, ან გრიგალა არის, ან მე ვარ რა. საბოლოოდ. გრიგალი. არა. შეხარ. ცირეკი, ირაკლი, კიდე კაი, მიმახვედით, რომ ვერ მიხვდებოდ. ესეც გავამეტყველებით უნდა მიხვდე ხა. აა. შავდა თვაში. კი ბატონო, ლაშა შავდა. რთულია ძალიან, იმიტომ რომ საერთოდ არ არის რა. ხო რა, ეს არის ლუკა მხეიძე, ძალიან კარგი ბიჭია. ეს ჩვენ მეგობარი არის, ჟურნალისტი. თეა? ძიუდოისტებია იდეაში. ანუ მაგრამ მე ამან არის მე ვიცი ვიზესაც ბრიტანელი. ან სურათი როგორ ხო, ბრიტანელი ჟურნალისტი. არა. მაშინ ხო, მაშინ ხო. შევწდი რა. ეს არის ბილოდიდი. გარია, კი ბატონო. შემდეგი ლაშა გუჯეჯიანი. ლაშა გუჯეჯიანი, კი ბატონო, ეს მარტივი იყო. ეს გავს ხომ კიდე არ შევწდე. ეს ტაკატო. ტაკატო, კი ბატონო. ეს არის გავს კიდეც ხო. შერაზადიშვილი. ნიკო შერაზადიშვილია. ესა. ჰეიდარო. ხო, ჰეიდარო. ეს რა თქმა უნდა. თუ გინდა რა. ევროპის ჩემპიონატის მეფე. ზელი მკაცაა. კი ბატონო. ხო, ესაც ჩვენი ძმა და მეგობარი ონა შოჰე. შოჰეიონი. კი ბატონო. 15-დან 13. ილია, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან გვიხარია, რომ შენ ჩვენი მორიგი ეპიზოდის სტუმარი ხარ. წარმატებებს გისურვებ როგორც შენ, ისე მთელ ნაკრებს. სოფლიო ჩემპიონატი წინ არის და ჯერა რომ სოფლიო ჩემპიონატის მერეც ოქროს მედალოსნებზე გვექნება ლაპარაკი და ამაში წარმატებებს გისურვებ იმ ოქროს მედალოსნებში შენ იყო და მოკლედ დღევანდელი ეპიზოდი ამით დავასრულოთ. მაშინ ილია სულომანიძე, ლევან ყუფარაძე, მენა ყუფარაძე. გემშვიდობით, მომდევნო სამშაბათამდე. თქვენ კი არ დაგავიწყოთ ახლის გამოწერა შენ ისევ დაგავიწყოთ.